გიყვებით. ჟურნალისტების პროტესტზე, რომელიც აი ამ წუთებში დაიწყო, ასეთი იქნება საქართველოს კრიტიკული მედიის გარეშე თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა პატიმარს ჩვენ გავიფიცეთ. ეს არის დღეს ჟურნალისტების განაცხადი და ეს არის საპროტესტო ბანერი. სატელევიზიო და ონლაინ მედიების დიდი ნაწილის, აი ეს ბანერებია დღეს სატელევიზიო მედიების დიდი ნაწილის ეკრანებზე და აი ეს ბანერია აი ამ წუთებში უკვე ონლაინ მედიების ძალიან დიდ ნაწილში. მედიების 3 საათით გაიფიცნენ ჩვენი კოლეგის მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, რომელიც დღეს სასამართლო პატიმრობაში დატოვა. მზია ამაღლობელი სასამართლო დარბაზიდან ხელბორკილებით გაიყვანეს, ისე როგორც ეს დამნაშავეების შემთხვევაში ხდება. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ეს არის მზიას ოფიციალური ბრალდება და მას ემუქრება 4-დან 7 წლამდე პატიმრობა. მზია არის გამოცემა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი უკვე 20 წელზე მეტია. სწორედ ამდენივე დროა გასული მას შემდეგ, რაც მზია აშუქებს პრობლემებს ბათუმში და არა მხოლოდ ბათუმში, მთელ საქართველოში. ის აუდიტორიას უყვება 20 წელზე მეტია იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც აწუხებთ მოქალაქეებს ჩვენ გარშემო და იმ გადაცდომებისა თუ სხვადასხვა დარღვევის შესახებ, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლების დროს ქვეყანაში ხდებოდა. მზია 10 წლეულებია სწორედ ამ საქმეს ემსახურება და ამას აგრძელებს, ახლაც აგრძელებდა, ვიდრე მას დააკავებდნენ საპროტესტო ბანერის გაკვისთვის. დღეს ძალიან ხმაურიანი იყო სასამართლო პროცესი, სადაც მოსამართლემ ჩვენს კოლეგას პატიმრობა შეუფარდა. იქ უამრავი ჩვენი კოლეგა იყო სხდომათა დარბაზში და ცხადია ისინი ითხოვდნენ მზიას დარბაზიდან, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას. ის ორჯერ დააკავეს 11 იანვრის საღამოს. პირველად ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს საპროტესტო ბანერის გაკვისთვის. ეს მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. მზია სწორედ საპროტესტო ბანერის გაკვისთვის დააკავეს, იფიცება საქართველო. ასეთი იყო აი ამ ბანერის შინაარსი და გადაიყვანეს წინასწარი მოთავსების იზოლატორში. ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ძალიან ავტორიტეტიანი და სანდო მედია ორგანიზაციის ხელმძღვანელის დაკავებას, როგორც მედია სივრცეში, ასევე სამოქალაქო ორგანიზაციებში და მოქალაქეებში, რა თქმა უნდა. იმ მოქალაქეებში, რომელთა პრობლემებსაც წლებია. მზია აშუქებს 2 საათში ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს ჩვენი კოლეგა და როდესაც ის ტოვებდა წინასწარი მოთავსების იზოლატორს, ხელახლა უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მზია შეაბრუნეს იზოლატორში, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. მან უფლებადამცველებს უთხრა, რომ გათავისუფლებისას ძლიერად უჭერდნენ ხელზე, ამიტომ ხელი მოიქნია და მისი მოქნეული ხელი მოხვდა პოლიციის, ბათუმის პოლიციის ერთ-ერთ მაღალჩინოსან ირაკლი დგებუაძეს. ამის ამსახველი ვიდეო მასალაც გაავრცელა რამდენიმე მედია საშუალებამ, როგორ ხდება ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელის მოქნეული ხელი. თუმცა ამავე მედია საშუალებებში არ გავრცელებულა კადრები, ვიდრე მას დააკავებდნენ. თავად ირაკლი დგებუაძე ამბობდა, რომ სწორედ სისხლის სამართლის წესით დაიჯერდა მზიას და დააბრუნებდა იზოლატორში. ამ ვიდეო ჩანაწერში ბათუმის პოლიციის მაღალჩინოსნის მხრიდან ისმის შეურაცხყოფელი შეძახილებიც ჩვენი კოლეგის მიმართ. მე გაჩვენებთ აი ახლაც უკვე დაიწყო მედიის გაფიცვა და გაჩვენებთ სხვადასხვა მედია საშუალების ეკრანებს, სადაც ერთი და იგივე გზავნილია ჩვენ გავიფიცეთ. ასეთი იქნება საქართველოს კრიტიკული მედიის გარეშე. ხედავთ თქვენ ამ
ეკრანებს ეს პროტესტი 3 საათს გაგრძელდება. ცხადია, ეს პროტესტი არის სიმბოლური და შემდგომ უკვე მედია საშუალებები უკვე 20 საათიდან გააგრძელებენ მუშაობას. ძალიან დიდი პროტესტი და გამოხმაურებებია 11 იანვრის საღამოდან, მას შემდეგ რაც ჩვენი კოლეგა დააკავეს, ასევე გეტყვით იმას, რომ Euronews ჯორჯია ესაუბრა არაერთხელ მზია ამაღლობელის უფლებადამცველებს, მის ადვოკატს, რომელმაც ის მოინახულა წინასწარი მოთავსების იზოლატორში. გეტყვით იმასაც, რომ მზიას ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა და მას აქვს გარკვეული დაზიანებები, რომელიც მან სავარაუდოდ ეს ადვოკატის განმარტება მიიღო დაკავებისას და ასევე გეტყვით იმასაც, რომ მას შემდეგ რაც მზია სისხლის სამართლის წესით დააკავეს და მეორედ შეაბრუნეს წინასწარი მოთავსების იზოლატორში, მასთან დაახლოებით 3-4 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს ეს დაკავებულის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ვერც სახალხო დამცველის რწმუნებულმა, ვერც მზია ამაღლობელის უფლებადამცველებმა, ვერც რედაქციამ ვერ მიიღო პასუხი, რატომ არ უშვებდნენ დაკავებულ ჟურნალისტთან, ჩვენს კოლეგასთან. უფლებადამცველებს ადვოკატებს დაახლოებით 3 საათის შემდეგ მიეცათ მზიასთან შესვლის და პირველად გასაუბრების შესაძლებლობა. ასევე მისი ადვოკატების ინფორმაციით საქმეში დევს 3 პოლიციელის ჩვენება და ეს პოლიციელები აღწერენ, როგორ აგრესიულად იქცეოდა მზია ამაღლობელი გათავისუფლების შემდეგ უამრავი კამერის ობიექტივის თვალწინ, ასე ვთქვათ, და ეს 3 პოლიციელი, რომელთა ჩვენებებიც დევს საქმეში, აღწერენ, რატომ გახდა გადაუდებლად საჭირო მზია ამაღლობელის დაკავება. ასევე ადვოკატისვე ინფორმაციით ამავე საქმეში დევს მოთხოვნა იმის შესახებ, რომ ჩატარდეს სამედიცინო ექსპერტიზა, ხომ არ მიაყენა ჩვენმა კოლეგამ რომელიმე პოლიციელს დაზიანება ჯერჯერობით არ არის ცნობილი. რომელ პოლიციელს, ამ ბათუმის პოლიციის რომელიმე მაღალჩინოსანს ჩაუტარდა თუ არა ეს ექსპერტიზა და ჯერჯერობით ექსპერტიზის ბიუროს არ გამოუკვლევია მიაყენა თუ არა ჩვენმა კოლეგამ რომელიმე მათგანს დაზიანება. მე მოგიყევით, რომ ძალიან მწვავე იყო გამოხმაურებები მთელი ამ 2 დღის განმავლობაში მზიას დაკავების შემდეგ. არაერთი მედია ორგანიზაციის ხელმძღვანელი თანამშრომლები, იქნება ეს სატელევიზიო მედიები, ონლაინ მედიები, ონლაინ გამოცემები, ავრცელებდნენ მთელი ამ 2 დღის განმავლობაში სპეციალურ ვიდეო მიმართვებსაც, ბუნებრივია, მზიას მხარდამჭერ ვიდეო მიმართვებსაც და ისინი ამბობენ აი ამ თავის მიმართვებში, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებში თუ სხვა, რომ ეს არის ძალიან საშიში ფაქტი, როდესაც ჟურნალისტს უშვებენ ციხეში ისეთი ავტორიტეტიანი და სანდო ორგანიზაციის დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, როგორიც არის მზია ამაღლობელი და მთელი აი ამ ბოლო 2 დღის განმავლობაში და რა თქმა უნდა დღეს უკვე სასამართლო პროცესის განმავლობაში, სადაც სასამართლო პროცესის შემდეგ, რომლის დაწყებამდე ძალიან ბევრ ჩვენგანს გვქონდა იმედი, რომ დღეს მზია დატოვებდა საპატიმროს და დაუბრუნდებოდა იმ საქმიანობას, რომელსაც ასეთი სამაგალითო სტანდარტებით აკეთებდა მთელი ამ 10 წლეულების განმავლობაში, დღეს დაუბრუნდებოდა იგი ამ საქმიანობას, სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა. აი ამ პროცესის შემდეგაც გრძელდება ბუნებრივია ეს გამოხმაურებები და ამ გამოხმაურებების შესახებ ჩემი კოლეგა მარიამ ქუხილავა მოგვიყვება უფრო მეტს. ეხლა რუკა მას შემდეგ რაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით მზია ამაღლობელს შეუფარდა პატიმრობა სოციალურ ქსელში ნამდვილად არ წყდება გამოხმაურებები ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების, იურისტების გამოხმაურებები, ისინი სოლიდარობას უცხადებენ მზია ამაღლობელს და ამავდროულად საუბრობენ იმაზე, რომ მისი დაკავების საფუძველი არ არსებობდა. სოციალური სამართლიანობის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი თამთა მიქელაძე აქვეყნებს სოციალურ ქსელში პოსტს, ის საუბრობს
იმასთან დაკავშირებით, რომ თუ დამსახურებულ ქალ ჟურნალისტ დემოკრატიის მცველს მზია ამაღლობელს აღკვეთი ღონისძიების სახით მხოლოდ პატიმრობა შეიძლება შეეფარდოს, მაშინ არ არსებობს ამბავი და შემთხვევა, როცა არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენება შესაძლებელია. მე წაგიკითხავთ ნაწყვეტს თამთა მიქელაძის განცხადებიდან. მზია ამაღლობელმა სილა გააწნა პოლიციელს, რომელმაც მანამდე ქალები დააკავა თვითნებურად. შემდეგ აგინა მზია ამაღლობელს და მანამდე დაემუქრა ბათუმელებს დაპატიმრებით. ასეთი სილა ბევრ ქალს შეიძლება გაგვეწნა ამ სიტუაციაში ასეთი უღირსი პოლიციელისთვის. ამ საქმეში რას ამბობს რეჟიმი? რომ სტრუქტურული ძალადობა არაა, მაგრამ სტრუქტურულ ძალადობაზე რეაქცია ძალადობაა და ამის გამო ადამიანი 7 წლამდე პატიმრობით უნდა დაისაჯოს. ასევე იურისტი ვაკო ნასვლიშვილი ავრცელებს სოციალურ ქსელში განცხადებას. ის აცხადებს იმას, რომ სისხლის სამართლის დანაშაული არ არის სილის გაწვნა, ვის მიმართაც არ უნდა ხდებოდეს ეს მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არის და ამავდროულად ვაკო ნასვლიშვილი საუბრობს იმაზე, რომ სამართალს კანონს აქვს საზრისი ყოველთვის და ყველგან და თუ კანონი იმსახურებს კანონის წოდებას, ის უნდა ემსახურებოდეს საჯარო სიკეთეს. როცა კანონი კარგავს საჯარო სიკეთეს, მის მიმართ მსახურებას ის იქცევა თვითნებურ ბრძანებად და ამავდროულად ვაკო ნასვლიშვილი საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო თვეებამდე ქართული ოცნება ცდილობდა, რომ მათ მიერ მიღებული კანონებისთვის ეს საზრისი ხელოვნურად გამოეგონებინათ, თუმცა ახლა უკვე ამასაც არ აკეთებენ. ასევე რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვილიც საუბრობს იმაზე, რომ დემოკრატია დიქტატურად დგას და ის ცდილობს, რომ დამყარდეს, და ასევე ის საუბრობს იმაზე, რომ რაც მას არ გაამყარებს, არის მოვლენების ადეკვატურად აღქმა და დაუღალავის საყოველთაო წინააღმდეგობა. ტაბულას მთავარი რედაქტორი ლევან სუთიძე ავრცელებს განცხადებას, ის საუბრობს იმაზე, რომ ის მკაცრად დაისჯება ყველა ადამიანი, ვინც აღკვეთი ღონისძიების სახით მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. ის ასევე საუბრობს იმაზე, რომ ეს არ არის მხოლოდ მედიის პოლიტიკური დევნა, ეს არის აღვირახსნილი და თავგასული ბოროტება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს განცხადებას, ისინი საუბრობენ იმაზე, რომ საქმეში არ არსებობს პატიმრობის გამოყენების საფუძველი. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება უნდა იყოს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოყენებული, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბრალდებული მიიმალება, ან ასევე მოწმეებზე მოახდენს ზეწოლას და ამ შემთხვევაში კი მზია ამაღლობელის შემთხვევაში არ არსებობს მსგავსი შემთხვევების საფრთხე.